გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე წინასხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე იმსჯელეს მოსამართლემ დასაკითხ პირთესიაში დაამატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნევა, ასევე ნიკოლოზ გაგუა და გივი ლებანიძე. ბრალდების მხარემ კი აღნიშნულ შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პოზიციას აკორექტირებდა და ამ მოწმეებს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეებს, ისე წარმოადგენდა. დაიკითხა ასევე სახელმწიფო ბრალდების ერთი მოწმე გიორგი კიკვიძემ, რომელსაც ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან საქმიანი კვეთა ჰქონდა. დღესვე ბრალდების მხარემ პროცესზე შუამდგომლა, რომ 5 თებერვალს სასამართლოს წინაშე დისტანციურად დაიკითხოს საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბიძინა ივანიშვილი. დაცვის მხარე და ბრალდებული შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და ივანიშვილის სხდომათა დარბაზში დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს დისტანციურად დაიკითხება. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იყო სიტუაცია, როცა გიორგისგან გავიგეთ, რომ ეს ინვესტიციები მოიზიდა, ეს თანხები მოიზიდა ამ კონტრაქტის გასახორცელებლად. გიორგი ბაჩიაშვილის გაიგეთ. ის რა მაგ დროს მე ძირითადად ვიყავი ამერიკაში, კიდევ მუშაობდით ამ ლობირებაზე და დიდი დრო იქ ქონდათ. როცა უკვე ჩამოვედი, ვალერი ვავილოვი იყო ჩამოსული და შევიკრიფეთ და რამოდენიმე თემა, რომ აი გიორგიმ ეს თანხები ინვესტიცია მოიზიდა. ზარალს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა თუ არა, თქვათ ბიტფიურისთან ან მაინინგთან დაკავშირებით რაიმე ბიზნეს ინტერესი ან თუნდაც კი, GCF-ს ჰქონდა ჩადებული თანხა ბიტფიურიში, ეს გორის დატა-ცენტრის აშენება და ძალიან საკმაოდ პოზიტიური მოგება მოიღო, მე მგონი 10-12 მილიონი დოლარი. ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჰქონდა და შეხვედრილი ვიყავით, აი მაგ პერიოდში უნდა 50 მილიონ დოლარამდე ჩაედო ბიტფიურიში. და რას გულისხმობდა და თუ არის ეს ჩადება რას გულისხმობდა, თქვათ აი უფრო დეტალურად. აქციონერული კაპიტალის შემოსული და დამატებითად, ეხლა პირადად შემოდიოდა თუ GCF-ის მეშვეობით უკვე არ ვიცი, ჩამოსული იყო ვალერი ვავილოვი, ჩვენ მე გიორგი და ვალერი ავედით პატმეძინასთან რეზიდენციაში და ლაპარაკი იყო, რომ მე ეს პროექტი არსად აწავა. რეალურად სასესხო ხელშეკრულებაში არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი და არც ბაჩიაშვილი არ მონაწილეობენ, ეს ნამდვილად ესე არის, მაგრამ თანხის ჩადება ინვესტიციაში, უზრუნველყოფის წარდგენა ამ ინვესტიციისთვის და რისკები სრულად საკუთარ თავზე აღება განახორციელა ჩემმა მაწმუნებელმა. ეს არის მთავარი. ბატონი ბაჩიაშვილი რეალურად ამტკიცებს იმას, რომ იყო ფულო ინვესტორი. ეს არის ნონსენსი, ესეთი განმარტება არ არსებობს სადია მსოფლიოში და ეს დასტურდება პირდაპირ მტკიცებულებებით საქმეში არსებული. დღევანდელ მოწმეს რაც შეეხება, მას ზოგადი განმარტებები გააკეთა, არ დაუდასტურებია ნამდვილად ბატონი ბაჩიაშვილის განმარტებები. როგორც დაახლოებით 1 წლის წინ განაცხადე, ივანიშვილი ვერ გაბედავს თქო საკუთარი თავისი თითქოს და სიმართლის დასაცავად და გამოცხადებას თქო. ზუსტად ისევე როგორც ვერ გაბედა სინგაპურში, ბერმუდაში გამოცხადება. დღეს ახდა. მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის მათ შორის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკის გასათვალისწინებელი იყო, ასე ვთქვათ, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. მას აკისრია ძალიან დიდი პასუხისგებლობა, მათ შორის საჯარო ინტერესთან გამომდინარე. და მას უნდა კეთილი ენება და მოსულიყო აქ. დავიწყოთ იმ მტკიცებულებით, რაც დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე იქნა გამოკვლეული, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ერთადერთი გარემოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოწმემ დაადასტურა, არის ის, რომ თავად ბრალდებულმა განმარტა მოწმესთან, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა არსებითი გარემოებები, რომ ბრალდებულმა მოიზიდა ინვესტიცია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სადაო საკითხი და ეს ბუნებრივია დასტურდება არა მხოლოდ ამ პროცესამდე დაკითხული ყველა მოწმის ჩვენებით, არამედ უმთავრესად ასევე დოკუმენტაციითაც.